მე რაც დავინახე შემდეგ უკვე ჩიტაძის ახლა სადაც უშიშროების სამსახური შენობა, მაშინ ეს შინაგანსაქმეთა და უშიშროება ერთად იყო, იქ იყვნენ უშიშროების თანამშრომლები და მაშინ სახელზეც ვიცან, ერთი იყო ახალაია და მეორე სანაძე, რომელსაც ჰქონდა ტილისტოპი და ესროდნენ პირდაპირ ახალგაზრდებს. იქიდან ახლა რომელი ახალაია? თუ არ ვწდები ის დათა ახალაია და ბატონი სანოძე. სახელი არ მახსოვს, კი ბატონო. კი, ტილისტოპი ქონდა? ტილისტოპი ეჭირა და მე სახეზე ვიცანი, იმიტომ რომ ზევი ქვევიდან უყურებდი და რას აკეთებთ? მე ვთქვი ეს რომ მოხდეს ვინმეს თვალში მოხდეს რაღაცა მე ვთქვი ერთობოდნენ ხო რაღაცა წებს ესროდნენ ახალგაზრდებს და ნუ აბსოლუტურად ეხლა ეს იყო ძალიან პროვოცირებული. ვინ იყო ამ დროს დათა ახალაია? ვერ გეტყვით, თანამდებობა ალბათ იყო მაღალჩინოსანი, უშიშროების მაღალჩინოსანი. დიახ. მე უბრალოდ ამას რომ ვამბობდი, მე უკვე პარლამენტში 2000 ამას რატო ვამბობ, იცით რომ 2012 წელს რომ გავიმარჯვეთ არჩევნებში, მე ამდენივე ჩემი განცხადება, რომელიც ასევე თეატრში განაცხადა და მათი მამაც მოიხსენეთ, სასამართლოში მიჩილა მამამისვამ რაღაცა ცილის სამებისთვის და სასამართლოშიც ვიყავი დაბარებული ამის გამო. ვით დამთავრდა ეს პროცესი? მგონი არ ვიცი მე აღარ მიმიქცევი ყურადღება, მაგრამ ნუ არ დაუძახიათ ჩემთვის სასამართლოში. ხო, ისე საერთოდ ბატონი როლანდი ძალიან გულჩვილი და მოწყვლადია. მე უბრალოდ რაც დავინახე